ჩვენი ხელისუფლებისთვის პრორუსული სიარლიყის მიწებებას ერთადერთი მიზეზი აქვს. ჩვენ არ მოქმედებთ გარე დავალებებით ხელისუფლების ყველა შტოდ დავწმინდეთ აგენტურისგან, ვიცავთ სუვერენიტეტს, არ დაუშვით LGBT პროპაგანდა და არ ჩავერთეთ ომში. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებაში აღნიშნული, რომელსაც სოციალურ ქსელში აქვეყნებს. როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, სხვადასხვა ქვეყანაში ოპონენტებისთვის პრორუსულობის იარლიყის მიწებება Deep State-ის კარგად აპრობირებული ხელწერაა. მისი თქმით, Deep State-ის პროპაგანდის მძლავრი ხაზი მუშაობს მმართველი პარტიის დამფუძნებლის ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელმა ტულსი გაბარდმა მტკიცებულებებით დაადასტურა, რომ ბრალდება ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ბარაკ ობამას მიერ იყო გამოგონილი. ტულსი გაბარდმა ასევე განაცხადა, რომ ტრამპის დისკრედიტაციის კამპანია Deep State-ის მიერ იყო დაგეგმილი და მის წარმოებაში სახელმწიფო სტრუქტურები სრულად იყო ჩართული. ტულსი გაბარდს Deep State-ის მხილებისთვის მადლობა უშუალოდ პრეზიდენტმა ტრამპმა გადაუხადა, რომელმაც მასალების შემდგომი რეაგირებისთვის იუსტიციის დეპარტამენტს გაუგზავნა. ეს საკითხი დღეს ამერიკული მედიისა და საზოგადოების აქტიური განხილვისაგანია. სხვადასხვა ქვეყანაში ოპონენტებისთვის პრორუსულობის იარლიყის მიწებება Deep State-ის კარგად აპრობირებული ხელწერაა. ამისათვის ის ყველაზე ეფექტურ ინსტრუმენტად იყენებს მედიას, რომელიც ევროპაში Deep State-ის თითქმის სრულ ტოტალურ კონტროლსა და ცენზურას ექვემდებარება. მონოპოლიზებული მედიის წყალობით მარტივად შეუძლიათ ნებისმიერ პოლიტიკოსს ნებისმიერი იმიჯი შეუქმნან. მაგალითად, როგორც კი ფრანგული ოპოზიციის ლიდერის მარინ ლეპენის რეიტინგმა კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია, მას მაშინვე მიეწებეს პრორუსის იარლიყი, ისე რომ საზოგადოებისთვის არავითარი მტკიცებულებები არ წარუდგენიათ. ანალოგიური მეთოდით ჩამოაშორეს პოლიტიკურ პროცესებს რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული ჯორჯესკუ. ის ჯერ პრორუსად გამოაცხადეს, ხოლო მოგვიანებით სასამართლომ ჯორჯესკუს სასარგებლოდ არჩევნებში TikTok-ის მეშვეობით რუსული ჩარევის ეჭვი გამოთქვა და არჩევნები ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე გააუქმა. მოლდოვაში პრორუსის იარლიყის მიწებება იქცა საუკეთესო ინსტრუმენტად სასამართლო წესით ოპოზიციური ძალების ასაკრძალად. მტკიცებულებების წარდგენისთვის არც ამ შემთხვევაში შეუწუხებია ვინმეს თავი. უკვე წლებია Deep State-ის ანალოგიურ პროპაგანდას ებრძვის უნგრეთის ხელისუფლება. მხოლოდ იმიტომ, რომ ვიქტორ ორბანის მთავრობა თავისი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ატარებს, ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას ებრძვის და მშვიდობის მხარეს დგას, ის პრორუს პოლიტიკოსად შერაცხეს. აქაც დღემდე არავის არავითარი მტკიცებულება არ გამოუქვეყნებია. ანალოგიურ კამპანიას ქართული საზოგადოება ხელისუფლებაში ქართული ოცნების მოსვლის დღიდან ადევნებს თვალს. ამ კამპანიაში Deep State ჩართული ყავს როგორც ადგილობრივი რადიკალური ოპოზიცია და NGO-ები, ისე მათი გარე პატრონები, მათ შორის ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები. ჩვენი ხელისუფლებისთვის პრორუსულის იარლიყის მიწებებას ერთადერთი მიზეზი აქვს. ჩვენ არ მოქმედებთ გარე დავალებებით. ხელისუფლების ყველა შტო გავწმინდეთ აგენტურისგან, ვიცავთ სუვერენიტეტს. არ დავუშვით LGBT პროპაგანდა და არ ჩავერთეთ ომში. პრორუსულობის მტკიცებულებების წარდგენით არც ჩვენთან შეუწუხებია ვინმეს თავი. Deep State-ის პროპაგანდის მძლავრი ხაზი მუშაობს მმართველი პარტიის დამფუძნებლის ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ წლების მანძილზე გვესმის ბრალდებები ბიძინა ივანიშვილის პრორუსობისა და რუსული კავშირების შესახებ, დღემდე ამის დამადასტურებელი იუტისოდენა ფაქტიც კი არავის წარმოუდგენია საზოგადოებისთვის. საქმე გვაქვს გებელსისეულ პროპაგანდისტულ მეთოდებთან, როდესაც ჯერ ქმნი მტრის ხატს და შემდეგ ოპონენტს მასთან კავშირს აბრალებ. ამგვარ პროპაგანდას არ ჭირდება არავითარი ფაქტები, მთავარია პროპაგანდა იყოს ტოტალური და გზავნილი, რაც შეიძლება მეტმა აგენტმა გაიმეოროს. მადლობა უნდა გადაუხადოთ ქალბატონ ტულსი გაბარდს Deep State-ის მხილებისთვის. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მეთოდებს იყენებს ოლიგარქების არაფორმალური მმართველობა პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისთვის, რადგან სიმართლით აღჭურვილი საზოგადოება სახელმწიფოს სიმტკიცის უმთავრესი გარანტია. რვა ოპოზიციური პარტია, რომელიც არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს, რეგიონში წინააღმდეგობის წევრების ორგანიზებას იწყებს. მიზანი პოლიტიკური ბრძოლის გააქტიურება თითოეულ ქალაქსა და სოფელში. ისინი ამბობენ, რომ ხალხი მიტაცებულ ძალაუფლებას დაებრუნებს და თავისუფალ არჩევნებს ჩაატარებს. პოლიტიკურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადება პარლამენტთან გამართულ აქციაზე გააკეთეს. 19 ივლისის აქციაზე არ იმყოფებოდნენ გახარია საქართველოსთვის და რელოს წარმომადგენლები. ოპოზიციის გეგმა ყოფილა ოპოზიციის ოპოზიციობა. ანუ ისინი აპირებენ ოპოზიციის წინააღმდეგობით დაამარცხონ რეჟიმი ჩვენს ქვეყანაში, ეს ჩვენთვის არის გაუგებარი. თუმცა იბრძოლო არჩევნების წინააღმდეგ, რომელიც კონსტიტუციური უფლება არის მოქალაქის, იბრძოლო და კამპანია ჩაატარო აი ამ არჩევნებზე წასვლის წინააღმდეგ და
არჩევანის დაფიქსირების წინააღმდეგ იმ წინააღმდეგობრივ მდგომარეობაში, რომელშიც დღესდღეობით ჩვენი ქვეყანა იმყოფება, ეს მხოლოდ და მხოლოდ აძლიერებს რეჟიმს, მხოლოდ და მხოლოდ მათ წისქვილზე ასხავს წყალს. საკითხი დგას ძალიან მარტივად. ჩვენ საპროტესტო ელექტორატის უმრავლესობასთან ერთად 8 პოლიტიკური ორგანიზაცია ვაგრძელებთ ივანიშვილის ხელისუფლებასთან ართანამშრომლობის პოლიტიკას. ვერავითარ ლეგიტიმაციას ივანიშვილი 4 ოქტომბერს ვერ მიიღებს, რასაც ყველაზე მეტად ეძებს ივანიშვილი. მას თუ რამე ჭირდება ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ლეგიტიმაცია. ჩვენი სამოქმედო გეგმა არის შემდეგი, რომ ქვეყნის გარედან სანქციები, ქვეყნის შიგნით უამრავი შეცდომა დაუშვეს. უამრავი ბებგეტი, რომელიც შეუძლია გამოიყენოს ოპოზიციამ, იმიტომ რომ ხალხი დაარწმუნოს, რომ მისი იდეები უფრო სწორია, ხელიდან გაუშვეს. ჩვენ არც ერთი არ გავიკეთებია. არ ჩვენ გვიბიძგებია, რომ პარლამენტში არ შემოსულიყო. არ ჩვენ გვიბიძგებია, რომ სიები ჩაეხსნათ. არ ჩვენ გვიბიძგებია, რომ კომისიაზე არ გამოცხადეთ და ამ გზით თვითდაპატიმრებები განახორციელებთ. არაფერი ამდაგვარი ჩვენ არ გავიკეთებია. აკეთებენ ამ შეცდომებს და აგრძელებენ ამ შეცდომებს. ჩვენ რა გავაკეთოთ? გავაფრთხილებთ, მეუბნებით, ვამბობთ, რომ არასწორად იქცევით, მაინც აგრძელებენ. რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით? საკითხი ბრიუსელიდან 8 პუნქტიანი მოთხოვნის გამოგზავნის შემდეგ განსაკუთრებით გააქტიურდა. მართველი გუნდი შანტაჟსა და ქართული გუნდის დაშინებაზე საუბრობს. ოპოზიცია კი ამბობს, რომ თუ ქვეყანას უვიზო მიმოსვლა შეუჩერებენ, ეს მხოლოდ ქართული ოცნების პასუხისმგებლობა იქნება და ამას საზოგადოება არ შეეგუება. შეგახსენებთ, რომ ბრიუსელიდან გავრცელებული განცხადების მიხედვით 8 რეკომენდაციის შესასრულებლად საქართველოს ხელისუფლებას დრო 31 აგვისტომდე აქვს. მოთხოვნებს შორის არის კონკრეტული კანონების გაუქმება, დაკავებულთა გათავისუფლება და ხელისუფლებისა და საზოგადოების ღია დიალოგი. მათი შესრულება უვიზო რეჟიმის შენარჩუნების წინაპირობად სახელდება. ქართულმა ოცნებამ რამდენიმე დღის წინ პოლიციის საბჭოს ვრცელი განცხადებით უპასუხა და ასევე აღნიშნა, რომ მეორე ფრონტის გახსნის საკითხზე ზეწოლა ისევ გრძელდება. რეპუტაცია საერთოდ არ იარსებებს საქართველოს თუ საქართველო არ იარსებებს. ამიტომ ჩვენ არც ერთ ისეთ ნაბიჯს, რომელიც ჩვენ სახელმწიფოებრიობას შეუქმნის საფრთხეს, არ გადავდგათ. ჩვენ ეს პირველად ავთქვით და პირველად ავაყოთ ამას და პირველად ამოყოთ სპეციალურები ამ მიმართულებით. ეხლა ფაქტიურად რას გვეუბნებიან, რომ არ ჩავთვალოთ 1,200,000 კაცის მხარდაჭერა ამ საკითხებში და მე რა ვქნათ, მივიდეთ და ამორჩევნებს ვუთხეთ, რომ გვაპატიეთ შეგვეშალა და მეც აღარ ვიზა აქვთ. ამიტომ სასწორის ერთ პინაზე რომ დებს რაღაცას შესაძლოა მეორე პინაზე ისმენთ აი მეორე რაღაცაზე დაგელაპარაკები და ის პირველი რაღაცა აღნიშნება. მეორე პინაზე დებს საქართველოს დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და საერთოდ არსებობა. ძალიან მარტივ რამეს ითხოვს სუვერენიტეტის დათმობას. ჩვენ ვამბობთ, რომ ვერანაირი სიკეთე ვერ გადაწყვეტს ჩვენ სუვერენიტეტის თავისუფლებისადმი, სწრაფვას ეროვნული თავისუფლებისადმი და არა ეფემერული თავისუფლებისადმი და ასევე ჩვენ უსაფრთხოებაზე ზრუნვას. ერთიანი ნეიტრალური საქართველო განცხადებას ავრცელებს, რომლითაც საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს ეხმიანება. განცხადებაში საუბარია ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ. სურს გამოეხმაუროთ ბოლო დროს საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს და იმ არნახულ წნეხს, რომელიც ჩვენი ქვეყნის მიმართ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან მომდინარეობს. საზოგადოებრივი მოძრაობა ერთიანი ნეიტრალური საქართველოს შექმნის პირველივე დღიდან ვაფრთხილებდით საქართველოს ხელისუფლებას, რომ ევროკავშირში გაწევრიანების უტოპიური საკითხი კონკრეტული ჩრდილოვანი ძალებისთვის, არაფორმალური ოლიგარქიული მმართველებისთვის აუცილებლად გახდებოდა შანტაჟის იარაღი მათ ხელში და ასეც მოხდა. ქართული საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ ეს ძალები ევროპული ბიუროკრატიის ხელით ყველაფერს აკეთებენ, რათა საქართველოში პროცესები უმართავი გახადონ და რადგან არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებას ვერ ახერხებენ, საზოგადოება დაუპირისპირო მთავრობას. ეს კონფრონტაცია კი მათივე გათვლებით უნდა დასრულდეს რევოლუციით და მმართველობაში აგენტურის დასმით. საზოგადოება ასევე ნათლად ხედავს, რომ ამ სახიფათო ვითარებაში არაფორმალურ ოლიგარქებს სწორედ ევროკავშირში გაწევრიანების, უვიზო მიმოსვლის და თავისუფალი ვაჭრობის საკითხები საქართველოს თავზე დამოკლეს מחვილივით აქ ჩამოკიდებული. სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ ემოციურად რეაგირებს ამ თემებზე. განსაკუთრებული შფოთის საგანია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის თემა, რასაც პატრონების დავალებით ადგილობრივი აგენტურა პროპაგანდისთვის იყენებს და ამ გზით ცდილობს ხალხის ემოციებზე ითამაშოს. ამ ფეთქებად საშიშ სიტუაციაში ჩვენთვის სრულიად
აღმაშფოთებელია ხელისუფლების ინერტულობა და მეტიც გაურკვევლად დაჟინებული დაპირება, რომ ქვეყანა აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი. ასეთ ვითარებაში საზოგადოება კიდევ უფრო იბნევა. ერთი მხრივ ევროპელი ბიუროკრატები პირდაპირ გვემუქრებიან, გვაშანტაჟებენ, არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს და რევოლუციურ პროცესებს მუხტს აძლევენ. მეორე მხრივ კი ქართული ოცნება დაჟინებით იმეორებს, რომ 2030 წლისთვის ქვეყანა მგზად იქნება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. მსგავსი პოლიტიკური ოქსიმორონი პირდაპირ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს და კიდევ უფრო მოწყვლად ხდის ქვეყანაში ისედაც არაჯანსაღ სიტუაციას. დღეს ევროკავშირი სრულ მორალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ დეგრადაციას განიცდის. ჩვენს მიერ ხსნენებულმა ოლიგარქიულმა მმართველობამ, რასაც ხშირად Deep States იგივე გლობალური ომის პარტიას უწოდებენ, რუსეთ-უკრაინის ომი სრულიად ევროპის თვითად აქცია და ამ წნეხმა კიდევ უფრო დაამძიმა ვითარება კონტინენტზე. განსაკუთრებით საგანგაშოა ევროგაერთიანების და მისი წევრი ქვეყნების ეკონომიკური ვითარება, რომელიც დღით დღემ მძიმდება. მაგალითად, კავშირის ყველაზე დიდი ქვეყანა გერმანია ეკონომიკურ რეცესიას განიცდის. შეჩერებულია ის მინიმალურის და რაც თუნდაც 2 წლის წინ ჰქონდა და ეს ვითარება მნიშვნელოვნად აისახება გაერთიანების სხვა წევრ ქვეყნებზე. ევროკავშირის სამომავლო პერსპექტივა კიდევ უფრო ბუნდოვანი და ნეგატიურია. დღევანდელ ურთულეს ვითარებას უახლოეს პერიოდში დამატებით წნეხად დააწვება არაფორმალური ოლიგარქების ახალი გადაწყვეტილება, რომლის თანახმად წევრმა ქვეყნებმა შეიარაღებაზე მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 5% უნდა დახარჯონ. კიდევ უფრო თვალსაჩინო რომ იყოს, ეს ნიშნავს ქვეყნების ბიუჯეტის მინიმუმ 15%-ის მიმართვას მილიტარიზაციაზე, რაც ერთი მხრივ კიდევ უფრო დაამძიმებს ეკონომიკურ სოციალურ ფონს ევროგაერთიანებაში და მეორე მხრივ ევროკავშირს აქცევს ერთით სამხედრო მონსტრად. ეს კი პირდაპირ ანადგურებს მის საფუძვლებს, რაც შექმნის დღიდან იყო ქვეყნებს შორის ეკონომიკური პოლიტიკური ურთიერთობა, ქრისტიანული ღირებულებები და მშვიდობის პოლიტიკა. მოვლენების განვითარების შემდგომი სცენარი ხელის გულზე დევს. ერთი ხელით უკრაინას ევროკავშირში ეკაჩებიან, ხოლო მეორე ხელით ომის დაფინანსება მთლიანად ევროკავშირის ვალდებულებად აქციეს. ამ ნაბიჯით ოლიგარქები ორ კურთხელს ერთდროულად მოკლავენ. გახანძლებული ომით ბოლომდე დაანგრევენ ევროგაერთიანებას უკრაინასთან ერთად, ასევე მაქსიმალურად დაასუსტებენ რუსეთს, ვინაიდან ომისთვის საჭირო იარაღის სახსრებს მთლიანად ევროკავშირს გამოაცლიან, ხოლო მეორე მხრივ გაერთიანებაში დანგრეული უკრაინის ინტეგრირებით წევრ ქვეყნებს დე-ფაქტო და დე-იურე იცულებულს გახდიან მის აღდგენაში თითოეულმა ევროპელმა საკუთარი ჯიბიდან მიიღოს მონაწილეობა. ამ პროცესებს კი აქამდე უკრაინის მთავარი დამფინანსებელი ამერიკის შეერთებული შტატები არათუ შორიდან მიადევნებს თვალს, არამედ იარაღის ევროპულ ქვეყნებზე მიყიდვით საკუთარ ეკონომიკას ახეირებს. სწორედ ამიტომ ეკაჩებიან უკრაინას და მოლდოვას ევროგაერთიანებაში, თუმცა მოლდოვაზე ყურადღების გამახვილება არ ღირს, რადგან მისი ეკონომიკის მოცულობიდან გამომდინარე სხვაში წვეთია ის პრობლემები ევროკავშირისთვის, რასაც დანგრეული უკრაინის აღდგენა შეუქმნის. შედეგად მინიმუმ 30 წლიან პერსპექტივაში ევროკავშირის ეკონომიკას თვითგადარჩენის რეჟიმში მოუწევს სულისღაფვა. პარალელურად არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ არაფორმალური ოლიგარქების კარნახით კონტინენტს ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ უმსხვილესი კომპანიები, რომელთა დიდი ნაწილი ამერიკაში გადავიდა, ხოლო ნაწილმა ჩინეთის ბაზარს მიაშურა, რითაც კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო გაერთიანების ეკონომიკა. დღევანდელი მოცემულობით ევროკავშირში ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 0,2%-ია. ამ ფონზე კი საქართველოში ქვეყნის ეკონომიკა საშუალოდ 10%-ით იზრდება. ყველა საერთაშორისო ინსტიტუტი ევროკავშირში ეკონომიკურ რეცესიას, ხოლო საქართველოში კიდევ უფრო მეტ ზრდას პროგნოზირებს. თავი რომ დავანებოთ ევროგაერთიანებაში არსებულ პოლიტიკურ ბაქანალიას, აგენტურის მმართველობის და სუვერენიტეტის სრულად განადგურებას, მინდა ვკითხოთ საქართველოს მთავრობას და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, საით ეკაჩებით ქვეყანას, რა სარგებელი უნდა მივიღოთ იმ ევროკავშირის წევრობით, რომელიც ეკონომიკურად განადგურებულია, გავთქი გაცნობიერებული, რა დაემართება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, თუ შეტრიალდა პოლიტიკური სიტუაცია და საქართველოს შეუერთდა ევროკავშირს. მადლობა ღმერთს, რომ ჯერჯერობით თავად გვეუბნებიან უარს კავშირის წევრობაზე, მაგრამ გამორიცხული არაფერია. ჯანსაღი ვაშლი რომ დამპალ ვაშლში ჩააგდო, მოკლეს ვადაში დაკარგავს ის ჯანსახეს. დაახლოებით ამ ალეგორიას გავს ის პერსპექტივა, რაც საქართველოს ემუქრება 2030 წლისთვის, თუ მოხდება ქვეყნის გაწევრიანება ევროკავშირში. სწორედ ამიტომ თავი უნდა დავანებოთ საზოგადოების მოტყუებას და ილუზიებში ცხოვრებას. ეს არის ხელისუფლების პირდაპირ ვალდებულება და პასუხისგებლობა. უნდა შევწყვიტოთ თუნდაც რიტორიკის დონეზე იმ ნაბიჯებზე საუბარი, რაც საქართველოს გარდაუვალ განადგურებას უქადის. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე განათლების მინისტრ გიგი მიქანაძესთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან და უკრაინასთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელ გიორგი კახიანთან ერთად უკრაინელ მოსწავლეებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით საზაფხულო ბანაკში ისვენებენ. პრემიერ-მინისტრი და მინისტრები ბავშვებს გაესაუბრნენ და მათ ვახშამზე უმასპინძლეს. ბანაკი 30 ივნისიდან 20 ივლისის ჩათვლით უკრაინელი ბავშვების ორ ნაკადს მასპინძლობს, რომელთა შორის უკრაინის სამხედრო ძალების მოსამხარეთა და ომში დაღუპულ მებრძოლთა შვილები არიან.
უკრაინელი მოსწავლეები ორი კვირის განმავლობაში მრავალფეროვან კულტურულ შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობენ. მათთვის ასევე ტარდება ექსკურსიები თბილისში, სიღნაღსა და ბოდბეში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მორალური მხარდაჭერა გამოუავლინოთ ჩვენი უკრაინელი თანამოძმეების მიმართ, განსაკუთრებით მომავალი მოზარდი თაობის მიმართ და შევუქმნათ ისეთი გარემო, რომელიც მათ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე ნაწილობრივ მაინც იმ სტრესს და იმ დაძაბულობას შეუმსუბუქებს. 600-მდე ბავშვმა ისარგებლა ამ შეთავაზებით, რასაც ქართული მხარე აკეთებს უკრაინელი ბავშვებისთვის. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული ჟესტი, ერთგვარად იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ომისგან მიღებული ტრამპით არიან და რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის, რომ ზაფხულის დღეები გაატარონ შვიდ გარემოში საქართველოში და მიიღონ ის სითბო, რაც მათ ძალიან ჭირდებათ ომის პირობებში. მე ვარ ანგელინა, 14 წლის ვარ ოდესის ოლქიდან. ჩვენ კმაყოფილები და მადლიერები ვართ იმით, რომ საქართველოს მოგვიწვია. აქ ძალიან მშვიდი გარემოა, რაც ჩვენთვის ძალიან დასაფასებელია. მადლობლები ვართ იმისთვის, რომ საქართველოში დასასვენებლად დაგვპატიჟეს. ბანაკში ყველაფერი ძალიან მოგწონს. ვთამაშობთ და კარგად ვერთობით. მადლობა თქვენს ქვეყანას, რომ ასეთი დახმარება გაგვიწია. სპეციალისტებთან ერთად ვიმყოფებოდით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით რა ღონისძიებებია გასატარებელი იმისთვის, რომ აღნიშნული ისტორიული სოფლები კიდევ უფრო გალამაზდეს, შენარჩუნდეს ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობა. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად აუცილებელი არის, რომ არ დაიკარგოს თითოეული კუთხის თვითყოფადობა, რითიც ძალიან მდიდარი არის ჩვენი ქვეყანა. გვაქვს გზასთან დაკავშირებული პრობლემები და უახლოეს პერიოდში ასევე დავიწყებთ სამუშაოს დამოწყილი ტერიტორიის გაწმენდით სამუშაოების და შესაბამისი ღონისძიებების გატარებისთვის, რომ ჯუთაში მიმოსვლა იყოს თავისუფალი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევაძიებითი სამუშაოები, რომელშიც ჩართულებიან როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ექსპერტები. უახლოეს 10 დღეში დაახლოებით მიღებული იქნება შესაბამისი უკვე დასრულებული იქნება შესაბამისი კვლევები და საპროექტო გადაწყვეტილება, რომლის შემდეგაც დაიგეგმა შესაბამისი ღონისძიებები.